აზარტულ თემში რატომ დაიგზავნოთ? მოვიდე და ჯოკერის თამაში როგორ აგიგზავნოთ? ღვინო ხო არის დამნაშავე რომ ვიღაც ალკოჰოლიკი ხდება. ამის გამო ღვინოს ხო არ ვგზავნავთ. ღვინო შეიძლება გართობისას გამოიყენო, ასევე ალკოჰოლიკი გახდე და თავი გააუბედურო და ოჯახი. კარტის თამაშიც იგივეა. ლუდომანია, როცა ადამიანი მართლა როგორც ალკოჰოლის შემთხვევაში თავს აუბედურებენ, ოჯახს ანგრევენ და რა ვიცი რით არ თავდება ეს. არის გამოწვეული იმით, რომ ადამიანებს არ აქვს პერსპექტივის აღქმა. კარგი ცხოვრება კი უნდათ და ფული, მაგრამ ვერ ხედავენ როგორ თავისი შრომით ეს ფული იშოვონ. და ამიტომ რისკავენ და საზოგადოებაში თუ ასეთი უიმედობა, ბევრი ადამიანი გარისკავს. ანუ წავა კაზინოში და დადეს ბანკნოტს რაღაცა ზეროზე პირობითად, რომ 36-ჯერ მეტი მოიგოს. ნორმალური ადამიანი ასე ხო არ იქცევა. ნორმალური ცხოვრება გაქვს, ოჯახი ყავს, პერსპექტივას ხედა. ხო არ გარისკავ ასე. აი ეს რომ რისკავენ, ეს არის სიმპტომია და შენ თუ ამ სიმპტომს დამალავ, პრობლემა არსად არ გაქრება. ის მაინც იპოვის რაღაც არალეგალურ ონლაინ კაზინოს, არალეგალურ თამაშებში ჩაერთობა, სხვანაირად გარისკავს და კიდევ უარეს შედეგი დადგება, მაგრამ ჯობია რომ შენ ეს სიმპტომი არ დამალო და თუ ხედავ რომ ბევრი ადამიანი ყავს, ბევრი ახალგაზრდა თავის ცხოვრებას ანგრევს, ესე იგი პრობლემა სხვაგან გაქვს და ეს პრობლემა ის მოგვარება უნდა დაიწყო.